პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და წინასწარი შეცდომით არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარება გადაზიდვისთვის 6 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს უცხო ქვეყნიდან დაუკავშირდა წარსულში ნასამართლევი წითელი ცირკულარით ძებნილი კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი წევრი ელმურაზ მამედოვი, რომელმაც ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულს 200,000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა უარი. კრიმინალური სამყაროს წევრმა მსხვერპლის დაშინებისა და თანხის მიღების მიზნით სამ თანამზრახველს დაავალა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა. 7 ნოემბერს საღამოს საათებში დაზარალებულის კუთვნილი ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი პირი ჩაუსაფრდა არასრულწლოვანს, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა. ელმურაზ მამედოვთან შეთანხმებისამებრ ერთ-ერთმა პირმა მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით გაისროლა არასრულწლოვანის მიმართულებით. თუმცა განზრახვის სისულეში მოყვანა ვერ შეძლო. სამართალდამცველებმა ორი პირი 8 ნოემბერს დააკავეს, ორი პირი კი მიმოლოში იმყოფება. ელმურაზ მამედოვს ბრალდება დაუსწრებლად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ჩადენილი წინასწარი შეცდომით არასრულწლოვანის მიმართ და ჯგუფურად გამოძალვის, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის მუქარით დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ფაქტებზე წარედგინა. მამედოვის თანამზრახველებს ბრალდება წინასწარი შეცდომით არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში დახმარების ფაქტებზე წარედგინათ. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახე და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ელმურაზ მამედოვი მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს მოკვლის მუქარით სწავლობდა 50,000 აშშ დოლარს. დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ კი ბრალდებულმა ბიზნესმენის მაღაზიის დაზიანება რამდენიმე პირს შეუკვეთა, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად უკანონოს შეძენაში დაეხმარა. დანაშაულში ჩართულმა პირებმა იარაღის რამდენჯერმე გასროლით დააზიანეს დაზარალებულის მაღაზიის ფასადის მინა და იქ არსებული პროდუქცია. სამართალდამცველებმა ზემოხსენებულ ფაქტებზე ელმურაზ მამედოვის თანამზრახველი ორი პირი მიმდინარე წლის 8 ნოემბერს დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებისა და გადაზიდვის ფაქტებზე წარედგინათ, ხოლო მამედოვს ბრალდება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. საზღვარგარეთ მყოფ ქურდული სამყაროს წევრისა და კრიმინალური ავტორიტეტის ელმურაზ მამედოვის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე უკვე გამოცხადებულია ძებნა.